ამბავთ რომ იდგებიან არ ვაშავებ არაფერს ერთი ის რამაც შეიძლება ერთი ამოვიწიე რომ შეიძლება შევიდეს ეს ხალხი ან მემორია ვქარ მართლა ხო? ჩემი 20 დღეს დავიძინე, არ ვიდებია და ვეცნებოდი რომ თქვენი სახელმწიფო მე ვცდილობ რომ მამუკა ჩელებაზე. მამუკა ჩელებაზე კალის გამოყენების გადაყვანას. ესე რო ჩაიგიყვე. თქვენს წინ დგანან პოლიციელები, ვისი ცავენ თქვენგან? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. სავარაუდოდ მათივე პროცესს არ ვიცი, იმდენად აბსურდულია ხა ეს სიტუაცია და ეს მდგომარეობა. რაღაცა მოუწყდეული რო ყავხარ, რა თქმა უნდა, ესე პიროვნულად მე შეიძლება რომ ჩემი თავისუფლება ვერ მოამწყდიო, მაგრამ ანუ მათი წარმოდგენით, მათი აზრით, აი ესე გიყურებენ, რომ ეს 5 ადამიანი შეიძლება მეტიც იგრეთ წოდებული დე-ფაქტო ხელისუფლება არის მოსული და ჩვენგან იცავს, ანუ საკუთარი მოქალაქისგან. აი არ ვიცი, მართლა სიტყვები არ მყოფნის ამ აბსურდის ესე აღსაწერად და გადმოსაცემად. როგორ შეიძლება რომ 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეს შეუწყო ან თავისი პოზიციის დაფიქსირება თუ უბრალოდ მოსვლა მემორიალთან თითქოს თავისთვის იზოლირებულად აქვს ეს სივრცე და პროტოკოლის მიხედვით მე არ შეიძლება 1 მეტრით წინ დგომა უკან დგომა და ასე შემდეგ. როგორც ყველაფერი აბსურდულია ამ ფორმაში, ისე ეს კონკრეტული კადრიც მე მგონი აჩვენებს ამ ყველაფრის აბსურდობას.